მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს რეგიონული პროგრამების დასაფინანსებლად 30 მილიონ ევროს გამოუყოფს. სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით კონფერენცია 2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა სამომავლო პერსპექტივები გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმით, პროგრამის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა. განსაკუთრებული ყურადღება კი თბილისთან ერთად რეგიონებში ურბანულ დანაყოფებს შორის არსებული უთანასწორობების აღმოფხვას დაეთმო. დღევანდელ კონფერენციაზე განვიხილავთ 2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ჩვენი სამინისტროს მიერ არის მომზადებული და განიხილავს რეგიონების პოლიტიკის ძირითად მიზნებს და ამოცანებს. ამ დოკუმენტმა უმაღლეს შეფასება დაიმსახურა ევროსაბჭოს მიერ და ერთ-ერთი წინაპირობა გახდა 30 მილიონ ევროიანი გრანტის გამოყოფის ევროკავშირიდან. რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური კომისია, სადაც ფაქტურად ყველა სამინისტრო არის ჩართული და ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ჩვენ რეგიონებში გარკვეული პროექტების განხორციელებას, ეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით იქნება, ყველა ფაქტურად არსებული ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი სამინისტრო იქნება ჩართული.